მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის ჩვენი გადაცემები და ჩვენი ყველა სტუმარი არის იმ რანგის და იმ შემადგენლობის ადამიანები, რომლებიც სიმართლეს ამბობენ და სიმართლე მიაქვთ საზოგადოებასთან და საზოგადოებამდე. ჩვენი სტუმარი დღეს ბატონი დავით ჩუბინიძე არის. ბატონი დავით ჩუბინიძე ყველას კარგად მოგეხსენებათ, ეს კაცი არის ვეტერანი, აფხაზეთის ომის მონაწილე, ვიცე-პოლკოვნიკი და ჩართული არის ყველა იმ პროცესებში, რომელი პროცესების დღეს ვითარდება საქართველოში და რომელი პროცესების საფუძველზეც არის ბრძოლა მიმართული აი ამ უკუმართი და უკუმად დაბადებული ადამიანების ცხოვრების წინააღმდეგ. და ამიტომ ბატონ დავითს აქვს დიდი გამოცდილება როგორც საბრძოლო მოქმედებებში, ისე პოლიტიკურ ცხოვრებაში და დღევანდელ შეფრილ პოლიტიკურ ბრძოლებში. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ქვეყანაში თითქოს და რაღაც გარკვეული პერიოდი პაუზა კეთდება, რაღაც ამ პაუზის საფუძველზე თითქოს და ქვეყანამ დაიწყო რაღაც გარკვეული სტაბილური ცხოვრებით არსებობა, მაგრამ ყოველი არჩევნების მოახლოების დროს უცებ რაღაც გარკვეული ძალები გამოჩნდებიან, რომელი ძალებიც ცდილობენ ქვეყანაში არიონ მდგომარეობა. ნუ ახლა ეს ძალები ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის და რა არის და რა წარმოადგენენ და საიდან იშვნენ. ესენი არ არიან დედის მუციდან შობილი ადამიანები. ესენი არიან მაიმუნის ერთი ადგილიდან გავარდნილი ადამიანები არიან და არც არიან ადამიანები ესენი, იმიტომ რომ ადამიანს რომელსაც არ გიყვარს ოჯახი, არ გიყვარს დედა, მამა, შვილი, და, ძმა, ნათესავი და პატივს არ ცემს შენს ქვეყანას, შენს ქვეყნის ისტორიას, შენ ქვეყნის ტრადიციებს და საერთოდ ფაქტიურად თუ მთლიანობაში იგნორირებას უკეთებ ყველაფერს, ეს არ არის ადამიანური ცხოვრება. ეს არის სექტანტური ცხოვრება და ეს არის ის ავადმყოფური ცხოვრება, რომელიც ავადმყოფური ცხოვრების საფუძველზე ცხოვრობენ ეს ხალხი და ამით ირჩენენ თავს. ესენი ირჩენენ თავს სწორედ იმ ფინანსებით, რომელიც ფინანსებით დღეს მოედინება ჩვენ ქვეყანაში ქვეყნის დასანგრევად, ადამიანების გასანადგურებლად, ქართველი ხალხის აი რომ ვიტყვი ბოლომდე გასანადგურებლად. აი ამისთვის მოედინება. ეს ყველა მიცოდეთ და ყველამ ყოველთვის დაიმახსოვრეთ, რომ დღევანდელი შემოსული უცხო ქვეყნიდან შემოსული ფინანსები, რომელი ფინანსებსაც ღებულობენ, ეს ჩანერგილი აგენტურა დღეს ჩვენ ქვეყანაში ეს ლომჯარიების, გიგაურების და სხვა დანარჩენი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელობის თამადობით და პოლიტიკური პარტიების, აი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დღეს ზოგი ციხეში არის, იქ რაღაცნაირად მოთავსებულები და წყარად თავისთვის არიან 7 და მილიონები და მილიარდები მოყუჩებული აქვს გვერდზე, რომელი მილიარდები შემოსული არის სხვა ქვეყნიდან. ესენი არიან ყველა მტრები საქართველოს და მტრულად განწყობილები და საქართველოს მტრები თითოეული ჩვენი ოჯახის მტრები არიან. ჩვენი შვილების მტრები არიან, ჩვენი მომავლის მტრები არიან, ჩვენი ისტორიის მტრები არიან და ამიტომ არის რომ ამ ადამიანებს ყველანაირ ბინძურ საქმეებში იყენებენ. მართლაც მერწმუნეთ იმაში არ არსებობს ამ ადამიანების მიერ რაიმე კეთილსინდისიერი გადადგმული ნაბიჯები, რომელი ნაბიჯების საფუძველზეც ამ ქვეყანაში რაღაც სიკეთე გამოჩნდება, რაღაც გამონათდება. როგორც კი კიდევ ვიმეორებ, რაღაც გარკვეული მინიშნება არის თუ რაღაც გარკვეული საკითხებს დავზრდავთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ დავიწყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებით რაღაც გარკვეული დიალოგი, ამ დიალოგის საფუძველზე მოხდეს ის, რომ ქართულ, ოსურ, აფხაზურ, რუსული ურთიერთობები აღდგეს და მშვიდობიანი გზებით დავიბრუნოთ აფხაზეთი და აფხაზი ხალხი და ოსი ხალხი და დავიწყოთ ისევე ის ძველი ტრადიციული ცხოვრება, რომელიც ცხოვრების საფუძველზე ცხოვრობდა ქართველი, ოსი, აფხაზი, რუსი და იყო მშვიდი ცხოვრება, დავიწყებთ ამაზე მუშაობას, დავიწყებთ ამაზე რაღაც გარკვეულ ნაბიჯების გადადგმას, იმ წუთში გამოხდებიან ეს ჭინკები, ეს უსამშობლო ადამიანები და ეს მართლაც რომ ვიტყვი ყოველნაირად სინდის ნამუს გარაცხილი ეს არსებები და იმ მომენტიდან იწყება უკვე ამ ქვეყანაში რაღაც გარკვეული პრობლემების შექმნა, რომელი პრობლემების საფუძველზეც უკვე ეტყობა ქვეყანას და ეტყობა ხალხს და ეტყობა ადამიანებს და უკვე ქვეყანაში არათუ რაღაც ნორმალური პოლიტიკური სტაბილური მდგომარეობა და ეკონომიკური მდგომარეობა უნდა განვითარდეს, არამედ უკან მივდივართ აი ამ ხალხის ხელმძღვანელობით და ამიტომ ახლა მე ასე ვფიქრობ და ასე მიმაჩნია, რომ
ეს ტალღა, ეს მოქმედება რო შეჩერდეს, უფრო მეტი რადიკალური ნაბიჯებია საჭირო ხელისუფლების მხრიდან ამ ადამიანების წინააღმდეგ. მეტი რადიკალური ნაბიჯებია. ეხლა დღეს უკვე ახლოვდება არჩევნები და ოქტომბერში არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეხლა მე ყოველთვის ვიესალმები და ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ ყოველთვის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში არჩევნების ზის მოხდეს ყველა პროცესები, რომელიც პროცესებიც უნდა გავითარდეს ამ ქვეყანაში და თუნდაც ის ხელისუფლების ცვლა, თუნდაც რაიმე გარკვეული რეფერენდუმების სახით ჩატარება ქვეყანაში და ამით ქართული ერის ნების გამოხატვა. ეს არის აუცილებელი და ამას უნდა მივეჩვიოთ საქართველოს მოსახლეობა. საქართველოს მოსახლეობა კი არის ამას მიჩვეულება რა. ეს ჭირი ვერ მოვიცილეთ, გასულ ეს უბედურება ვერ მოვიცილეთ. აი უკვე გამოყვეს ჭინგებივი თავი და კვლავ გააქტიურდა ეს აგენტურული ქსელი ჩვენ ქვეყანაში და კვლავ უკვე დაიწყეს მოქმედებები და ისევ უტყამენ როგორც ქვეყნის პოლიტიკას, ისე ქვეყნის ეკონომიკას და ამიტომ ეხლა რაღაცნაირად ხელისუფლებამ უნდა მიიღოს რაღაც გარკვეული ზომები და გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ტალღა უნდა შეჩერდეს. კაცო, ნუ უყურებ ჩვენ ნუ მას დასავლურ იმას ლობისტებს და მათ კურატორებს და ნუ რავის ნუ უყურებთ. ქვეყანა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, ეს უნდა ვიგრძნოთ ჩვენ საქართველოს მოსახლეობამ და ქვეყანას აქვს დამოუკიდებელი პოლიტიკა და ეს გვაგზნობინეთ ჩვენ და ამის საფუძველზე უნდა ვიმუშაოთ ისე როგორც ჭირდება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას და აი ეს ეხლა ეს დაიწყო ტალღა, წამოვიდა ესევე ახალი ტალღა, წამოვიდა ესევე ბრალდებები, წამოვიდა ესევე ცილიწამებები, წამოვიდა ესევე ცდელობები, არეულობის მუქარები და რა ვიცი, ყველაფერი რაც ესე იგი მთლიანობაში ამნებს ამ ქვეყანას და ურტყამს ამ ქვეყნის უსამთხვევებას, პოლიტიკას, ეკონომიკას, ყველა აბსოლუტურად მიმართულება ამოქმედა უკვე აი ამ დასავლური აგენტურების მხრიდან. ბატონო დავით, მადლობა რომ მობზაეთ ჩვენთან სტუმრად და დღეს ამ საკითხებზე მოგვიწევთ ჩვენ საუბარი თქვენთან და თქვენ გაქვთ გამოცდილება გაქვთ ეხლა თქვენ როგორც სამხედრო ერთ-ერთი დაზვერვის ბატალიონში დაზვერვას ხელმძღვანელობდით აფხაზეთის ომის მონაწილე და გაქვთ იმის გამოცდილება კიდევ შემდგომ უკვე როდესაც უკვე თქვენ სამოქალაქო ცხოვრებაში გადმოდით გარკვეულ პოლიტიკურ აქტივობაში ღებულობთ მონაწილეობას გააქტიურდა კვლავ ეს დასავლური აგენტურა ჩვენ ქვეყანაში. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და ეს პოლიტიკური პარტიები და დაიწყეს კვლავ უკვე მუქარები და დაიწყეს უკვე სამზადისი იმისა, რომ ქვეყანაში არიან მდგომარეობა. რა არის საჭირო ხელისუფლებებისგან რომ ეს ყველაფერი აღიკვეთოს და თავი და ბოლომდე ესე იგი მთლიანად მოხდეს ამის ლოკალიზება და გაართმევს თუ არა ხელისუფლება უკვე და გადადგავს არა იმ ნაბიჯებს, რომელი ნაბიჯების საფუძველზე ფაქტიურად თავიდან ავიცილებთ ამ მომდინარე საფრთხეებს, რომელიც უკვე დღეს უკვე მინიშნებები კი არა, უკვე ფაქტიურად მოქმედებები დაიწყო. მივესალმები ჩვენს მაყურებლებს. მადლობა მოწვევისთვის ბატონო დრისამ. მე დავიწყებ თქვენი შეფასებით იქედან. მართლაც საქართველო არის თავისუფალი სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებისგან მანდატი მიღებული და კანონებს ღებულობს ის ხელისუფლება, რომელიც აირჩია ქართველმა ხალხმა. რაც შეეხება ამ უსამშობლოებს, მაგას სამშობლო არ გააჩნიათ. მე მინდა მაგათ სულელავს კითხო, ომი რო იყო საქართველოში, როდესაც ჩვენ ეომებოდით რუსებს, არათუ მარტო სეპარატისტები, რუსები იყვნენ იქ ჩართული, კი ბატონო ომობდით. სად იყვნენ იმ პერიოდში? ხუს ხო არ აკეთებდნენ მაშინ მაგენ და იმ ფულით ყავარნათ ეხლა დაანგრიოთ აწყობილი, მართლა აწყობილი ქვეყანა, ეს აწყობილი ქვეყანა როცა უკვე შენ ხელისუფლება ხავს და ნაბიჯებს დგავს საერთაშორისო ურთიერთობისგან და იქ ვიღაცების დაფინანსებული აგენტები აქეთ გიტევენ. Ama ეს არ უნდა დაუშვას არც სახელმწიფო, არც მოსახლეობა არ დაუშვებს, რა თქმა უნდა. თვითონ თავრობა ხო არ დაუშვებს, არ დაუშვებს, მოსახლეობა ყოველთვის გვერდში დაუდგება. ეს ერთი საკითხი. მეორე შანტაჟයෙන් გადმოდიან უკვე მართლა ისეთი ფორმები მიიღო ევროპიდან დედაქალების იმან თავშეყრამდა სამიტებმა და წერილების ბიწერ მოწერამ და კანონების მიღებამ სულ საქართველოს მეტი დარდი არ აქვს საქართველოს ზიახის
ინგრევა დაინგრევა განადგურდა უკრაინა იქ იმაზე არ ლაპარაკობენ იმიტომ რომ ის იმათი დამსახურება რაც უკრაინაში ხდება იგივე უნდა საქართველოში გავაკეთონ ვერ ეგრესებია უსამშობლოები არიან ისინიც და აქ ვინც უდგათ გვერდში ეს არა სამთავრობოები რით გვაშინებენ ბატონ ანდრისა ჩვენი სამშობლო 100,000 წამებულის ქვეყანა არის 100,000 წამებულის ქვეყანა არის არ შეშინებულა მის შემდეგ და პირიქით გავიკვლიეთ გზა და ჩვენმა წინაპრებმა და მოვედით დღემდე დღეს რით გვაშინებენ იმ ვიზალი არ გვინა ბატონ თუ 100-ია საჭირო სულ არ გვინა ეს ვიზალი არ ქონია ჩვენ საბჭოთა კავშირის დროს ვიყავით ვიცხოვრეთ და არ ქონია ვიზა ლიბერალიზაცია ევროპასთან მაგრამ ცოდნით და გამოცდილებით და სწავლით უნიჭიერესი ხალხი ვიყავით თუ ჩემი თუ არ ჯერათ შეგიძლიათ ისტორიას გადახედოთ და ნახავთ იქ რამდენი მეცნიერი აკადემიკოსი პროფესორი ყავდა და წარჩინებული ხალხი ყავდა თუ გინდა ხელოვნებაში და თუ გინდა მეცნიერებაში ხო იყო ეს და არის დღეს ისტორია შემორჩენილი აქვს ეს ფაქტები რით უნდა შეგვაშინო რას გვიპირებენ რა უნდათ ამ ხალხს რას გვერჩიან იმის მაგივრად რომ კეთილი ურთიერთობა და კეთილი მეზრული ურთიერთობა გქონდეს სულ იმის წინაშე არიან როგორმე რამენაერად ომში ჩავკტონ რუსეთთან მიმართებაში ბიჭო გარჩევნები უნდა გავაყოლბოთ და გინდა თუ არა ნაციონალური მოძრაობა უნდა მოვიყვანოთ სათავეში არ გვინდა ბატონო წაიყვანეთ ეს ნაციონალური მოძრაობა თქვენ თვითონ და მიაყოლეთ ის ორი პარტია ეხლა რომ არჩევანს უკვე იცით რომ მოსახლეობა ნაციონალებს მას არ მიცემს არ დაუდგება გვერდში და ეხლა შექმნეს ალტერნატიული ხაზარაძე ძარცვავდა ჩვენ რომ ომში ვიყავით და ომობდი ხაზარაძე იმ დროიდან დაწყილი ქონა უკვე ძარცვა იმის საქართველოს და წყალს რა უხნა ბორჯომს ვის მიყიდა რა ხნა და ასეთი ხალხით უნდათ და ელისაშვილი და ჯაფარიძე და ხაზარაძით უნდათ ეს მოვიდნენ ხელისუფლებაში და თუ გინდა გახარია თუ რამის თავი ქონდა მოდი და მე არ ყოფილი ვარ იმ ხელადამდებაზე იყო სიკეთე თუ უნდა და ქვეყნისთვის ვინმე ხელი კრა პირიქით გვერდში უდგა სულ ყველა თვითონ ეწეოდა თურმე მე დივერსიულ საქმიანობას ნახდათ არ ვიცოდი და არ დავგრე ვიცი რომ საგუშაგო აშენდა იქ და მაშინ იმას ვფიქრობდი მეთქი ის არ განმეორდეს რაც მიშალროს ის 40 პოლიციელი რო გაგვიხადეს და შარვალ ჩათილა ტრუსიკის ამრა გამოგვიყარეს იქიდან და მე თქვენ დააწინაურეთ ვინც მაგად გვერდში დგახართ ეხლა და გენშტაბის უპროსი გახარეთ იქ ის პოლიციელები და გოგავა ხო გენშტაბის უპროსი გახადეს მე ეს ხალხი ესენი არიან ისევ და ამათ უნდათ ისევ გამოვიტანონ ის მეპატრონეები ქალთა თემი იქიდან უპროსობს უკვე თავშეღრა იმ ხალბატონებს და აგრესია საქართველოზე ესე იგი როგორ გაუბედა საქართველოს მან ხელისუფლებამ და უარი უთხრა რომ ნაციონალები არა ბატონო ხალხი ვისაც ისინი უნდა იყვნენ ხელისუფლებაში და ისინი უნდა იყვნენ კანონმდებლები და ახლა თურმე საგრებულიებში და მმართველი თვითმმართველობაში ისევ ნაციონალები არა გახარია ჯაფარიძე იცით რა არის ბატონო დავით ჩაგეკითხებით და თქვენ ახლა ისეთ ცოტა იქით გადადით თქვენ მართლაც აი ძველ ამბებს შეეხეთ და აი იქიდან დაიწყეთ უკვე იმ ანალიზის და იმის შეფასება ხო და თქვენ ახლა მართალი ბრძანეთ ხო ჩვენ თავის დროზე როდესაც ვაკეთებდით ამ ქვეყნის საქმეს და ჩვენ ხედავდით და ჩვენ რაღაც გარკვეული ნაბიჯებს დგამდით იმასთან დაკავშირებით რომ ქვეყანაში ყოფილიყო რაღაც გარკვეული სტაბილური მდგომარეობა გასაგებია ჩვენ ერთხელ წამოვეგეთ ძალიან დიდ პროვოკაციას ეს იყო 92 წელს როდესაც დაიწყო ეს ავაცახსენებელი ომი აფხაზეთში სამაჩაბლოსი და ეს უნდა იცოდეს ტელემაყურებლებმა და უნდა იცოდეს
ყველა ესო მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების მიერ პროვოცირებული, თუნდაც ის სამოქალაქო ომიც იყო ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების მიერ პროვოცირებული საქართველოში, სამოქალაქო ომი, როდესაც ზვიად გამსახურდია ჩამოაგდეს, ეს ჩამოსული იყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ის ახსოვს კარგად დინების წინააღმდეგ მიდიხარო, როგორ თქვა ზვიად გამსახურდია, ხო? აი იქიდან დაიწყო უკვე საქართველოში, სწორედ აი ეს სცენარების განვითარება, რომელიც განხორციელება, რომელიც თავის დროზე დაიწერა ЦРУ-ს კაბინეტებში. თავის დროზე ЦРУ-ს კაბინეტებში დაიწერა. და აი პროცესი 92 წელი, რომელიც განვითარდა შემდეგ სამაჩაბლო, აფხაზეთი და ერთმანეთს იარაღი მიუშვეს და დავხოცეთ ერთმანეთი. ეხლა მაშინ ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით და იმდენად ვერ ვათვალისწინებდით და ვერ ვხედავდით სიღვინისეულობას. არც ტელევიზია იყო, არც ცნობა არ ქონდა ჩვენ აბსოლუტურად ისეთ რაღაცებზე, მაგრამ ეხლა დღესდღეობით კარგად ჩანს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მაშინ შეასრულეს, აი მაშინ იმ დროს 90-90-90-90-იან წლებიდან ერთ-ერთი აგენტი შეეწირა მაგამ კი, ვიცით. და მაშინ დაიწყო სწორედ ქვეყანაში ნგრევა და ჩვენც ჩართული ვიყავით ამ პროცესებში და ჩვენც ვიყავით ესე ბრმად ჩართული ამ ყველაფერში, ხო, მაგრამ ხო გავათვისნობიერეთ, კაცო, ეხლა ხო ვიცით რომ ჩვენ რუსეთთან პირისპირ ასე დაპირისპირებით ვერაფერს ვერ გავხდებით, აბსოლუტურად. ფაქტი სახეზე არის, აგერ ხედავთ უკრაინაში ამ მდგომარეობა არის, ხო? ყოველ დღე რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს და იკავებს ტერიტორიებს. გესმით, სამხედრო ოპერაციებს ატარებენ უნიკალურად და მათ მთლიანად დახვეწეს თავისი მთელი სამხედრო მრეწველობა, აბსოლუტურად აღჭურვეს ახალი თანამედროვე ტიპის რაკეტებით, მთელი თავისი ეს კოსმოსური ჯარები და შენ მეუნები დღეს ეს Deep State და ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და ეს პოლიტიკური პარტიები რომ საქართველოს გახსნათ მეორე ფრონტი. ეს გინდათ თქვენ გააკეთოთ საქართველოში გინდათ მეორე ფრონტი გახსნათ. იმიტომ გინდათ საქართველოში გახსნათ მეორე ფრონტი რომ გინდათ მეორე უკრაინათ აქციოთ ეს საქართველო ჩვენი ხალხი. და თქვენ მერე იქ მილიარდები რო გაქვთ მოყუჩებული იქ საზღვარგარეთ ბრიტანეთში და ემგეში და იქ ფეშენებული ბინები და სახლები რო გაქვთ იქიდან შორიდან გვიყუროთ როგორ ვიხოცებით ქართველი ხალხი. აი ეს გინდა თქვენ გააკეთოთ. ჩვენ რომ ამბობთ რომ რუსეთთან ჩვენ უნდა ვიყოთ დიალოგის რეჟიმში და იმისათვის რომ ეს ჭირდება საქართველოს და რუსებს კი არ ჭირდებათ. საქართველოს ჭირდებათ ეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ადგენა ჭირდება ეს რომ ჩვენ გვინდა დიალოგის რეჟიმში უნდა ვიყოთ და დიალოგის რეჟიმით მოვახდინოთ ურთიერთობების დალაგება. და არა ისე როგორ თქვენ აკეთებთ, აგერ ჩახვალთ იქ წინა ხაზზე და შავლებს შეიხდით და ერთი ადის უკიცინებთ იქ იმათ რაღაცა ქვია იქ საგუშაგუებს. გაიგე? ეს არის თქვენი ომი, ეს არის თქვენი ბრძოლა და შემდგომ გამორბიხართ იქიდან და იმ საცდოი პოლიციელების და იქაური მაცხოვრებელი ადამიანების კისერზე გადადის თქვენი ის არასწორი მოქმედებები და თქვენი ის აგენტურული მოქმედებები. თქვენ ამაში ფულს გიხდიან. ფულს გიხდის დასავლეთი, ფულს გიხდის თქვენი კურატორები, იმიტომ რომ ქვეყანაში იყოს დაძაბული მდგომარეობა. როგორც კი საქართველოს დაიწყებს გარკვეული ნაბიჯების გადადგმას და მიდის უკვე რაღაც მინიშნებები, როგორც რუსეთის ფედერაციის მხრიდან და არაერთხელ გააკეთა რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყებამ და თავად ლავროვმა განცხადება, რომ მზათა ვარ დიალოგთან დაკავშირებით და ამავდროულად რაღაც გარკვეული მზაობა უნდა წავიდოს ჩვენი მხრიდან. იმ წუთში ამერიკის შეერთებული შტატები ამუშავებს მექანიზმს, ამ მექანიზმის საფუძველზე გამოყვავს უკვე თავისი აგენტურა და იწყება ამ პროცესების გაბუჭება, ჩაშლა. ხან აეროპორტებში გარბიან ეს ხუშტურიები და ხოშტურიები და იქ საჰაერო იმოსლა რომ აღდგა, იმას აპროტესტებენ და არიან ერთი ამბებში, ხან აქ რუს ტურისტებს ხვდებიან და იმას შეურაცხყოფებს აყენებენ, ხან იქ კიდევ დელეგაცია ჩამოდის იმის ჟურნალისტების რუსეთიდან და იმას შეურაცხყოფას აყენებენ და მიტინგებს უდარებენ, ხან გავლინოვის ღამეს აწყობენ, გაიგე და ასეთ პროვოკაციას. ეს არის ყველაფერი შერწყმული მოქმედება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მათი აგენტურის მიერ განხორციელებული პროცესები. ამას აკეთებენ შერწყმულად იმისათვის რომ ეტაპობრივად დღეს ერთი კერა გააღვივოთ, მერე მეორე კერა გააღვივოთ, მერე მესამე კერა გააღვივოთ და ამის საფუძველზე დაძაბონ რუსეთთან ურთიერთობები და ჩავარდეს ყველა სახის დიალოგი, რომელიც დიალოგის საფუძველზე ჩვენ რაღაცა გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ეს ქვეყანა როდენა უნდა იყოს ასე ამ მდგომარეობაში. მეზობელია შენი, ხო? აი ეს ხა დაიწყეთ, ეხლა უკვე დაიწყეთ უკვე მოქმედება და ახაც გინდათ ჩაშალოთ ეს პროცესები. ბატონო დავით, ეხლა
გასაგებია, ხო? აფხაზეთი სამაჩაბლო არის დღეს არ არის საქართველოს შემადგენლობაში. ეს არის ვისიბრალი ჩვენ კარგად ვიცით, ბოლოს დააგვირგვინა სააკაშვილმა, სანამ ესე იგი რუსეთს არ აღიარებინა მათი დამოუკიდებლობა, მანამდე არ გაჩერდა რა, არ გაჩერდა. მით უმეტეს შეიძლებოდა მას გააჩნდა დიპლომატიური რესურსების საშუალებები იმისათვის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის პროვოცირება და ომის დაწყება არ მოეხთინა. ქონდა ამის საშუალებები, მაგრამ არ გააკეთა. არ გააკეთა, იმიტომ რომ ამერიკელებს მივად ის სიტუაცია, რომელიც სიტუაციას იყო რაღაცნაირად უკვე ერთ წილში მოქცეული, რომ ჩვენ მივიდოდით რაღაც დადებითი შედეგამდე, ის გააფუჭებინა, ხო? მერე კიდევ ახლა რაღაცა ხდება და ახლა უკვე რაღაცაზე ისევ აკეთებენ და ისე უნდათ რომ დაძაბონ სიტუაცია ქვეყანაში და ამ დაძაბულობის საფუძველზე და ამ არეულობის საფუძველზე მოახდინონ რევოლუცია და ჩამოაგდონ ეს ხელისუფლება. არაერთი მცდელობა იყო, ხო? პარლამენტის შტურმის, არაერთი მცდელობა იყო რევოლუციის, რისთვის ჭირდებოდათ ეს რევოლუციები და რა იყო ამ რევოლუციური სცენარების განვითარების ისა რომ ვიტყვი მიზანი და ამათი მარტო ხელისუფლებაში მოსვლისთვის კეთებოდა ეს ყველაფერი თუ კიდევ სხვა დატვირთვა ქონდა რა მე ამას არა მარტო მაღაზია ბატონ ანდრეს მარტო მათ ხელისუფლებაში მოსვლაზე არ არის ამათ გადაწყვეტილი ამერიკასაც გადაწყვეტილი საქართველოს გაქრობა რუგიდან ამას ხარს უჭერს ევროპა ახლანდელი ევროპა ვინც თავრობაშია და ხელს ეწიფება ყველაფერი. შევხედოთ ახლა გლობალურად რა ხდება. საქართველოს უკვე აღარ არის ჩართული პროცესებში, აღარ ვიწვევენ არსად. დიახ, რა ჩვენ ეგრუხდება. ხო, დაიწყეს ახლა როგორ აზერბაიჯანის და სასამხლეთის. ჩვენ გამოვხდავთ საერთოდ ესე იგი ზღვაც, თურმე ჩვენი აღარ არის. შავი ზღვის სანაპირო აღარ არის ჩვენ და სასამხეთის ყოფილა როგორც ჩანს სასამხეთი ყავს ფიგურად წარმოჩენილი ამერიკას ახლა არა მაბადიათ გეტყვით ახლა აგერ მე განცხადებას მოусმინე და კიდევაც დაედო ესე იგი ევროკავშირის სომხეს შავი ზღვის სტრატეგიის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ განიხილავს როგორ განიხილავს ერთი მითხარი რა ხდება სად სასომხეთით და სად შავი ზღვა ეთქობა სევანი უნდა შევუერ თუნ თუ როფერაა საქმეა შეიძლება აი მაგია ბატონ ანდრისთან ზუსტად ეს არჩევნები უნდა ამ არჩევნების ფონზე უნდა რომ თავრობა გამოიყვან ხელისუფლება გამოიყვან წყობიდან გამოიყვან რაღაც ისეთი ნაბიჯი გადაადგმევიოს რომ მე ჩაკოლონ მარტო ეს კი არა ეს 1,200,000 კაცი ვინც გვერდში უდგა წინა არჩევნებს და ალბათ ახლა უფრო მეტი დაუდგება კიდე იმიტომ რომ შეხედე 300 საქმეებს ხალხმა და თავისიანების აღარწემენ უკვე პატივს და ხვდებიან რაც მოქმედებენ და რა უკუნაბიჯებს აკეთებს ეს პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები განავე ხვდებიან უკვე ბევრი მიხვდა მათი მომხრეც აპირებენ იმას რომ გაგვაქრონ ეს მოსახლეობა გაგვაქრონ აქედან ჩვენ უნდა ჩავხტონ რუსეთთან ომში და რუსების ხელით გააკეთონ ეს და რუსმაც იცის უკვე ის რომ ჩვენ არ ვართ ის ხალხი რომ რუსებს ვეომოთ იმიტომ რომ არ გვაქვს ამის შესაძლებლობა ჩვენ არა გამორიცხულია რასამოვში ან რა გვაქვს საომარი ეხლა სამხედრო ხარ შენ და სამხედრო ვარ მეც გაიგე ჩვენ მეტად კარგად ვიცით რა ესე იგი შესაძლებლობა გააჩნია სამხედრო თვალსაზრისით რუსეთს და რა ესე იგი თანამედროვე ტიპის ტექნიკა და შეერაღება გააჩნია როგორი მომზადებული კონტინგენტი ყავს გაიგე და თუნდაც ეკონომიკური კუთხით როგორ წინ წამოვიდა რუსეთი ხო და ვის ეომები ვერ გავიგე მე კაცო ხო ეხლა რას აპირებენ მაგონდრის აგერ ყავს ეხლა სასომხეთი აგერ ყავს აზერბაიჯანი აქ გაგვიღვივებს ეთნიკურ იმას ამას მე დარწმუნებით ვლაპარაკობ უკვე ეთნიკურ კონფლიქტს გააღვივებს ევროპა და ამერიკა ამ არჩევნების მე დარწმუნებული არჩევნებში ესე მართლა ვერ მოიგებს მოგებული ისევ ხელისუფლება იქნება და ყველა 64 მასია არჩევნები და ყველგან ხელისუფლება მოიგებს დარწმუნებული ვარ მაგრამ გააკეთებენ ამ არასამთავრობოები და ამ პოლიტიკოსები თუ შიგა კონფლიქტი გააღვიონ მე იტყვის მე უნდა დავეხმარო იმა ამისთვის უკვე გამზადილია თურქეთს შეყვანილი ყავს აზერბაიჯანში თავისი ჯარი ნატო ჯარს ხო ნატო ჯარი თურქეთი ხო ნატოს შემადგენლობაშია და ნატო ჯარი არის ხო და როგორ შეიყვანა თურქეთში შევიდა როგორ შეიყვანა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნატო ჯარი ბრმა თუ ხარ ხო უნდა მე თუ არ ხარ ბრმა ხო უნდა მიხდე რა უნდა იქ ნატო ჯარს ესე რუსეთს უნდა ყველა მკლიდან მიუახლოვდეს ეომები ამდენი წელიწადია თელი ნატო ეომება ხო ევროპა ეომება კი რუსეთს და ვერაფერს უშვებს ახლა აქეთ მხრიდან უნდა რომ
იქ შუა აზიის ქვეყნები ქართლს და ჩვენ ვაფშე გავანადგურებს და უნდა ზღვა ამიტომ განიხილავენ სომხეთს ამიტომ განიხილავს ეუბნება რომ აი მე რომ გეტყვით ისე გააკეთებ ჩათვალე რომ შავი ზღვა თქვენია ეს არის ჩადებული მან შიგა კონფლიქტი და აპირდება იმადა მაგათ მე წევან ტყუილე კი არ მithვია ტყუილა კი არ მithვია ეს 100,000 წამებული ყავს ჩვენ ქართველი გას თუ გაბრაზდა და თუ აიღო თავზე ხელი ერთზე 1000 წუთი წამოვიდეს მაინც მოგებული დავრჩებით მახსოვს მე ემზარკვიციანის სიტყვები ისეთი მთები გვაქვს ისეთი ადგილები გვაქვს ერთგან სულ თავისუფლად შეუძლია 1000 კაცი განეიტრალოს კი ვა ასეთი ადგილები და იქ დავხვდებით და იქ ჩავესაფრებით ზუსტად ამ ეხლა ბატონო დავით თქვენ შეეხეთ ახლა ძალიან მართლაც ეხლა ბევრს ვერ წარმოუდგენია თუ რა საფრთხის წინაშე ვდგავართ ჩვენ დღეს ჩვენი ქვეყანა საქართველო ეგ თუ როგორ დღეს არის პირდაპირ არ გამოუვიდათ აი შიდა სახელმწიფო გადატრიალება და ამ თავიანთი აგენტურული ქსელის ხელისუფლებაში მოყვანა და იმის საფუძველზე მეორე ფრონტის გახსნა და რუსეთთან ომში ჩაბმა არ გამოუვიდათ იმიტომ არ გამოუვიდათ რომ ქართველი ხალხი დადგა იქ სადაც საჭირო იყო და ქართველი ხალხის ნება იყო და ხელისუფლების დამსახურება რომ საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნა და ვერ გაიხსნა ხო და ვერ მოახერხეს ეს მაგრამ ეხლა დაიწყეს რა სომხურ აზერბაიჯანული რაღაც სპეცოპერაციის ჩატარება ხო ბიჭო ეხლა მე ერთი რაღაცა მაინტერესებს ფაშენიანი ვინ არის კარგად ვიცით ფაშენიანი ხო ეს ვეშმეშოკით მოყვანილი ისა პრემიერი ვეშმეშოკით მოწანწალე მაიმუნი ვიღაცა ჭუჭყიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი რაღაც წარმომადგენელი მოიყვანა სოროსმა და დასვა სასომხეთში ხელისუფლების მმართველად ხო არა ბიჭო ალიევის გამკვირებია მე ალიევს რომელიც გაჯდილი არის საბჭოთა ოჯახში ხას გუსვა მამამისი იყო ცენტრალურ კომიტეტში მამამისი იყო ცეკას პირველი მდივანი მამამისმა გაიარა ის საბჭოთა სამჭედლო გაიარა და შესაბამისად ეს ბიჭი იზრდებოდა იმ საბჭოთა სამჭედლოში ხო და რაღაცა გარკვეული მე მეგონა თუ რაღაც გარკვეული ის ჰქონდა მას ახმის უნარი ჰქონდა როდესაც შესაძლოა საბჭოთა სკოლას გადიხარ ხო და იქ გაქვს რაღაც ეს მთელი ის მიღებული ცოდნა ხო უკვე აღარ უშობ იმ შეცდომებს რომელიც შეცდომების საფუძველზე შენ დააზიანებ შენ ქვეყანასა შენ თავს ხო მაგრამ ბიჭო ამ კაცმა მაინც რა გიქნეს ამნაირი ერთი მითხარი რომ ასეთი რაღაცა სულელური განცხადება გააკეთე ჯერ კრემლის დაბრუნება მოითხოვა ისა იმის აშენებული არის აზერბაიჯანელების ახლა ნუ ახლა მე რა მოხდა მუშაობდნენ ააშენეს კაცო და იმაში ხელფასი გადაუხადეს ხო რა მოხდა მე მაგათი ხო ის იმას კი არ ნიშნავს რომ შენი ტერიტორია ის მე ეხლა ეს ალიანსი ეს ურთიერთობა გაიგე და ესე რაღაცნაირად ისა თავების მარხვა თქვენ რა გინდათ საქართველოს გინდათ გაწიროთ ამ შემთხვევაში და თქვენ გინდათ ერთიანი ასე შერწყმით დაიწყოთ მოქმედება და საქართველოს გადაუვაროთ და რუსეთის წინააღმდეგ დაიწყოთ მოქმედება აქ საქართველოს აქ ქართველი ხალხი არის ამას ქართველი ხალხი თქვენ არ გაგაბედინებთ და არ გაგაკეთებინებთ მაშინიანი შენ კიდევ სად მიდიხარ ეხა თურქეთის იმედი გაქვს თურქეთის იმედი გაქვს შენ ერთი მითხარი თურქეთი როდესაც ნებისმიერ დროს გაგწირავს შენ არაერთხელ გაუწირი ხარ და არაერთხელ გადაულია თქვენთვის და ამხელა გენოციდი მოგიწყვეს გაიგე და ეხლა კიდევ მაგას შეუძვერი გაიგე ერთ ადგილას და იყავი მან კარგად არ გამოხვიდო მაგიდან გაიგე იმიტომ რომ ქვემოთ რუსეთში ვეღარ ჩაგესვენება და იმ სომხებს ასუჩვევი რომლებიც დღეს ძირითადი ნაწილი რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და საკმაოდ კარგად ცხოვრობენ და შენც იქიდან რო იკვებები რუსეთის ტერიტორიიდან რო იკვებები რა შუშობი ერთი რა ხდება გამაგებია თქვენთან ალიევს კიდო იქ აშუშობი ამდენ აზერბაიჯანელებს იქ რუსეთში რო ყავთ ამხელა ბიზნესები რო გაქვთ მთელი ეს რომ მიტყვი ხილბაღჩეულის მაფია თქვენ ხელში რო არის იქ რუსეთის ტერიტორიაზე და ამით დროს რაღაც სურდგუნოთ მარტო ეგ ნავთობი გეყოფა ერთი გეკითხებთ თქვენ რას აკეთებთ გამაგებინეთ ერთი ასე მოგიქცია მხარი ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებმა და ასე ყიდით ყველაფერს ფულში ვერა კაცოა გაანდებეთ თავი ამ სულელურ თამაშებს გაიგე ეგ სულელური თამაშები თქვენ დაგღუპავთ იცოდე ეგ სულელური თამაშები თქვენ არ მიგიყვათ იმ შედეგამდე რომელიც შედეგის თქვენ კიდევ განახორციელოთ რუსეთის წინააღმდეგ იმიტომ რომ საქართველოს აი ამ პროვოკაციაში არ ჩაებმება იცოდეთ არც ეს შემთხვევაში რაც არ უნდა თქვენ ახლა იბძოლოთ და იწვალოთ და იჩალიჟოთ და რაც არ უნდა თქვენ ახლა თქვენი აგენტურა კიდევ ახლა ნელა შემოგვაპარე გაიგე საქართველოში და გინდათ აქ რაღაც კონფლიქტები შეხდათ ხო ჩვენ ქვეყანაში და ამ კონფლიქტების საფუძველზე თქვენ გააღვივოთ უკვე სიტუაცია ხო არ გამოგივათ ეს ვერ გააკეთებთ ამას არ არის ეს
სწორი მიმართულება და არ არის ეს სწორი მიდგომა საკითხის მიმართ. ბოლო კაცები უნდა იყოთ იმის დედავატირე მე რა ნამუსი არა გაქვს თავში ვინც გაღწიათ იმათ რაღაცა ქვეყნებად გაიგე ქვეყნებად ვინც გაღწიათ ხო იმათ უპირისპირდებით რო რუსეთი არა თქვენ დღეს არც ერთი არ იქნებოდეთ ქვეყანად გაიგე ცეულები სტალინმა გაღწია თქვენ დღეს ქვეყნებად და სტალინმა მოგცა თქვენ ტერიტორიები და შეგაკოწიტათ ასე გაიგე და ეხლა იმას უპირისპირდებით იმ ქვეყანას ისევე ვერაფერს ვერ გააკეთებთ კაცო და დაანებეთ თავი ჩვენთანაც ასეთი რაღაცების თავების მარხვას და კინკილაობას და რაღაცების მაიმუნობას გაიგე და ამ პროცესებს შეეშვით. თქვენ კიდევ ვიმეორებ, ძალიან ცუდად წამოკრავთ ფეხს, თუ კი არ მოდით გონს, გაიგე და თუ კი თქვენ არ დაანებეთ თავი იმ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ბრიტანული დაზვერვის მხრიდან რაღაც გარკვეული ინსტრუქტაჟების მიღებას და მათი ესე გეგმების განხორციელებას დაანებეთ თავი და ჩვენ საქმეს მივხედავთ და ჩვენ ვიცით როგორ უნდა დავალაგოთ სიტუაცია, ჩვენ მეზობლებთან და თქვენთანაც დავალაგებთ მდგომარეობას, ოღონდ თქვენ გაიხედებით უკუღმას რაღაც ეშმაკისკენ, გაიხედეთ სწორად. და სწორად იაზროვნეთ და დალაგდება ყველაფერი და კარგად იქნება. სასომხეთს ეხლა დავით მართლაც არცად წასასვლელი არა ხო? იქით ირანი არის გაიგე. ეხლა იქ ერდოღანმა თითქოს და რაღაცა ის ხო ის ერდოღანმა როგორ თავები დაუბარხა ამათ გაიგე. ნუ ეხლა იქ აზერბაიჯანში ჯარები შეიყვანა ის ვითომ დაეხმარა ტერიტორიით სასაბრუნებლად. ეს კიდევ პაშინიანი არის და ეს ახლა მართლაც რომ მაგას არანაირი რომ მეტყვი აზროვნების უნარი არ გააჩნია. მე რატო თქვი? ვეშმენშოკით მოსული მეთქი ვიღაცა მოწანწალე ვიღაცა არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი ის იყო რა ჟურნალისტი რაღაცა ქონა გაიგე და აზრზე არ არის. პოლიტიკის წინხედვის უნარი არა გაიგე და უკეტა მთლიანად იზოლაციაში ახსენს იმას თელ იმას სასომხეთს გაიგე და შეერი ამოღწევა სომხი ხალხი რო რუსეთთან ერთი გზა გადაუკიდოს მაგას ჩვენ მაგალითზე მაინც ისწავლონ რამე როდის ერთხელ გავახარა ჩვენ ევროპამ დიდმა ბრიტანეთმა სულ ყოველთვის გერმანიამ მიგვატოვა შუა ომში აღანია ომში მიგვატოვა ყოველთვის ტერიტორიები დავგარგეთ ჩვენ მაგალითზე მაინც ისწავლონ რაღაცა გინ აზერბაიჯანმა გინ სასომხეთმა რავადებიჯერ რო სასომხეთში ნიჭიერი ხალხი არ არის ფაშინიანზე ხო არ არის მართლა იქ არის უნიჭიერესი ხალხი და მე მგონი მიიღებენ საპასუხო ზომებს ისინი და ასე ევროპის იმაზე ამ ქალების შუაზე არ ივლიან დარწმუნებული ვარ ამაში ეს ძალიან ცუდად ჩამოუბრუნდება თვითონ თავის სახელმწიფოში უკან აზერბაიჯანსაც და სასომხეთს რუსეთი ისეთი ძლიერია დღეს არასოდეს რო არ ყოფილა გააძლიერეს ამათმა რუსეთი გეტყვებით ძლიერი ეხლა როგორი სიტუაცია იყო კაცო გასაგებია ეს ადამიანი არ ეხებოდა არავის ხო მე მხედველობაში ყავს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ხო და ნუ ახლა თავის ცხადი არის რომ ის რაღაც გარკვეული ყველას აქვს თავისი რომ მეტყვი პრეტენზიები აბა რა კაცო და ის ეხლა რო ხედავს რომ საფრთხე მოდის ჯერ იყო დათქმა იყო და როდესაც ხო სამზაგაში დაიშალა ნატო არ უნდა გაფართოებულიყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ფაიმაში ხო საზღვრებში არ უნდა მაგრამ დაიწყეს საფრთხემი დაარღვია ამერიკამ დაარღვია კი ბატონო მე იყო და დაიწყეს უკვე კაცო აი კი ბალტიისპირეთის ქვეყნებიო მე აქეთი ფინეთი მე ის და უკვე მოგადგა სახში აგერ გაიგე სახში მოგადგა უკვე აგერ ეუნებოდა მე შესაბამისად როდესაც ეს ავასახსენებელი 2014 წელი მაიდანი მოხდა ხო და იქ დახოცეს ადამიანები ამდენი უდანაშაულო ადამიანები დახოცეს თვითონ ამერიკელებმა დახოცეს თვითონ ამერიკელებმა მაშინაც ხო ამბობდით სნაიპერები საიდან ყავდა ხო გამოჩნდა სნაიპერები ისე იყო ხო მე კიდე ამბობდა ეს ადამიანი რომ ბიჭო არ გინდათ ნუ მომიახლოვდებით ვიცი რომ მოდიხარ ჩემ წინააღმდეგ გაიგე მე ამას არ დაუშვებ რო დაეჯერებინათ ახლა იმისთვის ხო და რო იქ დოკუმენტი გაფორმებული იყო რომელი დოკუმენტის საფუძველზე უკვე იქნებოდა გარანტირებული რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა რომ არ უგას უკრაინას არ მიიღებდნენ ნატოში და არ მოხდებოდა გაფართოება ნატოსი უკრაინის მიმართულებით ხო დღეს უკრაინაში არ იქნებოდა ეს ომი ვინ დაიწყო ომი უკრაინაში ამერიკელებმა დაიწყეს ომი უკრაინაში ვინ დახოცა უკრაინელები ამერიკელებმა დახოცეს უკრაინელები და ევროპელებმა დახოცეს უკრაინელები იმიტომ რომ მათი დღესაც ისე იგივე სიზახე უნდა ვიბრძოლოთ ბოლო უკრაინელებამდე აღარ არის უკრაინელები მორჩა დახოცეთ ამდენი უკრაინელი და აღარ გეწოდებათ ეხლა ქუჩაში იჭერთ ხალხს ძალათა და გათოკილი ხალხი მიხავთ იმაში საზარბაზენ ხორცად პირდაპირ წინახაზე გაიგე რომლებმაც არაფერი არ ეციეთ ამიტომ არისო თქვენ რაც გინდათ გააკეთოთ და მიტო ვიძახით და მიტო ვამბობთ იმას საქართველოს მიმართებაში ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ესა ძალიან კარგად ხვდებით და ამიტომ მეწინააღმდეგებით ჩვენ და შევეწინააღმდეგებით ყოველთვის ჩვენ არასდროს აღარ გავიმეორებთ
იმ უბედურებას, რა უბედურებას იყო 92 წელს და იყო 2008 წელს. იცოდეთ, დამთავრდა. ამას ჩვენ წერტილი დაუსვით. არავითარ შემთხვევაში საქართველოს იარაღს აღარ აიღებს ხელში იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე ქვეყანას დაუპირისპირდეს და დაიწყოს ომი. იმიტომ რომ საქართველოს აქვს საკმაოდ თავისი საშუალებები, პოლიტიკური რესურსი, რომ ამ პოლიტიკური რესურსის საფუძველზე დაიწყოს მშვიდობიანი გზებით დიალოგი ნებისმიერ ადამიანთან და გაგვაჩინა ჩვენ იმის ცოდნა და უნარი, რომ ამ მშვიდობიანი გზების საფუძველზე რაღაცნაირად გარკვეული დივიდენდები მივიღოთ და ჩვენ შევჯერდეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ვიყოთ და გავაგზავნოთ ჩვენი ცხოვრება მშვიდად და წყნარად. და თქვენ კიდევ აი თქვენ დატრეინინგებულო და თქვენ ნომრიანო აგენტებო, აი ეგ პრეზიდენტები იქნებით თუ პრემიერები იქნებით და ვინც იქნებით, ხო? თქვენი ცხოვრება არის ძალიან მოკლე. როგორც ახლა ზელენსკის ცხოვრებაა მოკლე იმ ახალგაზრდა კაცმა, რომელიც იყო და კლოუნობდა იმაში, რა ქვია, რუსეთში და რუსეთში იშოვა ფული, მაგრამ და რუსეთში გამოიხედა თვალებს თუ რა, ისე ცალ-ცალი კალავში დაიარებოდა, ხო? აი იმის ცხოვრება ძალიან მოკლე არის ახლა იცოდეთ თქვენ არ გეგონოთ რომ ზელენსკი ასეთ წყარად ამშვიდად დაამთავრებს ცხოვრებას არავითარ შემთხვევაში მას თვითონ უკრაინელი ხალხი არ აპატიებს უკრაინელების განადგურებას თვითონ უკრაინელი ხალხი არ აპატიებს კესპიტაშია საქმე ხო და ჩვენ არ გვინდა კაცო არ გვინდა დაგვანებით აი მოგვეშვით ეგეთ ჩვენ გვინდა სწორი მიმართულებით უნდა ვიაროთ და სწორად უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმეები. ეხლა შეიკრიბა კიდევ ეს რაღაცა ქვია ევროკავშირის ეს რომ იტყვი ეს თქვენ რა ახსენეთ ქალთა რაღაც ახსენეთ ორგანიზაცია ქალთა ორგანიზაცია ეს არის ევროკავშირის ძუკნების გაერთიანება. ძუკნა ქალების გაერთიანება არის. კაიგე ეს ამას უწოდებ ამ ქალებს, კაიგე. კაია კალასი რო გამოდის. ბადონდრის, მაგაში მარტო ის მანდილოსნები მიგულისმია. ის კაცები. კათხოვილი კაცები რომ არის, ხო? ქალთა ორგანიზაცია. ეს კაია კალასი რო გამოდის დღეს და გვემუქრება და აუ საქართველოს მოგიხსნითო ვიზა ლიბერალიზაციასო და ამოწყდებით მშიერიო, ნეტა მაგას გააკეთებდე, მეტი არაფერი არ გვინდა რა. ნეტა მაგას გააკეთებდე რა, დავისვენებთ ამდენი პიდარასტების შემოდინებით, კაიგე საქართველოში შემოედინება და შემოედინება ევროკავშირიდან ამდენი უკუმა მაცხოვრებელი ადამიანები დავისვენებთ, გააკეთეთ მაგი და დავისვენებთ კიდო და ქვეყანაში ცოტა ქვეყანას დაემსგავსება და ქართველი ხალხის სახეებზე ვინახავთ, აღარავინ აღაწავა იმ უკუმართ ევროპაში, კაიგეთ რაშია საქმე, სადაც ცუდის მეტი იქიდან არაფერი არ მოდის. ცუდი დირექტივების მეტი იქიდან არაფერი არ მოდის. თურმე ჩვენ უნდა უარყოთ ოჯახური სიწმინდეები, უნდა უარყოთ დედა, მამა, და, ძმა, შვილი, წინაპრების ეს დიდი ნამოღვაწარი რაც გვაჩნია ჩვენი ისტორია, ეს ყველაფერი თუ რამას ხაზი უნდა გადაუსვათ ჩვენ და უნდა გავიკეთოთ საყურეები, ტიკინები და უნდა ვიტანწაროთ. ასე ერთი ადგილი ვაკეცინოთ და მაშინ თურმე ჩვენ ესე იგი არ მოგვიხსნიან, თურმე ამ იმას რასაც ჩვენ ახლა გვაყვედრიან ამ იმას ვიზა ლიბერალიზაციას, ხო? გაიკეთეთ ერთ ადგილას რა. აი ერთ ადგილას გაიკეთეთ ევროპარლამენტარებმა, ვინც ხართ ამ ლიბერალ LGBT ფაშისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებულები და კაია კალასმა კიდო და იმ ურსულა რომ არის კიდო ეს გათახსირებული ფაშისტი ლიბერალი გაიგე ერთ ადგილას გაიკეთეთ ეს ყველაფერი გაიგე არ ვჭირდება ჩვენ გამოდიან ახლა და რუსეთის ისა წინაამდე კაია კალასის მამა იყო პირწავარდელი ისა საბჭოთა ისა აქტივისტი რა იმაში ბალტიისპირეთში პირწავარდელი ის იყო რა ქვია საბჭოთა მოღვაწე იყო გაიგე და კაია კალასმაც კიდო ის საბჭოთა დერეფნები გაიარა, გაიგე და იქ მიიღო მთელი ისენი რაღაცა ქვია ახალგაზრდული რომ იტყვი შემართებები, ხო იმ საბჭოთა იმაში, ხო და ეხლა აღარ მოგწონს, ეხლა აღარ გინდა და შედიქმარ დღეს რომ გახურებული ბიზნესი აქვს რუსეთთან, გაიგე და თქვენი ოჯახი რომ რუსეთის ფულებით იმაშობა იკვებება და ბიზნესი გოგაქვთ ეხლა არ გინდათ ვის ატყვილებთ ეთი გამაგებიეთ და ვის გინდათ აუხვიოთ თვალები თქვენ თუ გინდათ რუსეთთან ურთიერთობა და რუსული ფულების შოვნა და რუსეთიდან ეკონომიკის გაძლიერება საქართველოს აწყენსა ეს იმისი არ იყოს ელენე ხოშტარი არ აღებულებს რუსეთიდან ფულებს და თან რუსეთის იმაშობა იქით აგინებს და ლანძღავს გაიგე და ესენი კიდო ნახევარზე მეტი აგენტები აგე რო ყავს ამერიკის შეერთებული შტატების და ორმაგ თამაშო თამაშობენ და რუსული პასპორტები უვდეთ ჯიბეში ბიჭო თქვენთვის თუ არის რუსეთი კარგი და გინათ იქიდან ეკონომიკურად რაღაც მიიღოთ სარგებელი ჩვენ რა დავაშავეთ ვერ გავიგე მე ჩვენ რა ისა ვართ რა ქვია ზანგები ვართ და არ გვინდა ჩვენ ნორმალური ცხოვრება
ეგ ზღაპარი მოუყევით იქ რაღაცა ვიღაცა იქ როქავთ იმაში მე ხუთე ხარისხოვანი დიპლომატები და ეს როქავთ იქ ამერიკის შუაზე დადიან ბატონდრის აი ეს არის ამათი მიდგომა ბატონ დავით აი ამათი მიდგომა ამერიკა თელი ევროპა დადის ამერიკის შუაზე ამერიკის ოკუპირებული ყავს ევროპა ის ტრამპი ვერ მოერია მაგრამ ვერა უნდოდა გულით რომ დაელაგებიას არ ჩარეულიყო იმაში და უკვე შემოაბრუნა აქეთ ეს რომ ვერ მოერია და რახნას ახლა თავს ყურში აკლავს კი არა რეიტინგი ისე დაეცა მოქმედი პრეზიდენტია დაეცა უკვე მაგის რეიტინგი ამერიკაში იმიტომ დაეცა მართლე ეგონა ხალხს რომ დაამარცხებდა იმას ვერაფერი ვერ დაამარცხა ომს უკრაინაში ასე მორჩებია თავი ჭკუით უნდა ესე იგი რუსეთმა კი ბატონო ტერიტორიები ჩვენი ამდენი წელი ეომა და დახოცა ამდენი ჯარისკაცი ამდენი უკრაინელი დაიხოცა ეხლა მოდიო დაშორიშორდითო და თქვენ საზღვრებზე ჩადაგიდო არ გაივლის მაგის შუაზე არც ერთი რუსი პუტინი რა შუაშია ვინც არ უნდა იყოს იქ რუსი დიპლომატი ამერიკის შუაზე არასოდეს არ გაივლის იმიტომ რუსეთია ძალიან ძლიერია მსოფლიოში მართლაზე სახელმწიფოა ვერც რუსეთს ვერც ჩინეთს რა უქნეს ირანს უქნეს რამე ხო ვერაფერი ვერ უქნეს ზღაპრებს ყოფიან თითქოს ჩვენო იქო გავანადგურეთ რა გავანადგურეთ გააქტიურებული ურანი რომ მაგას გაენადგურებიათ იქ ბიჭო მაშინ როგორც სირიაშია დღეს ისე იქნება ბელგრადში როგორც იყო ისე იქნება იმაშიდაც ირანშიდაც რო გაენადგურებიათ ვერაფერი ვერ უქნეს და პირიქით აქეთ დაუწეს ხაიო შევჩერდეთ აღარ გვინა ომიო და ირანიც სწორა მოიქცა იმიტომ მოიქცა ახლა თავდაცვის სისტემებს დარწმუნებულია შეისყიდის ჩინეთიდან იქნება თუ ამერიკიდან შეისყიდის ფულს ვისაც გადავხდი ბიზნეს მაგის ყველა მოხსენს ხო და შეიძენს მაგრამ სულ მალე მოვესწრებით იმასაც რა პასუხს გაწევს ისრაელს მოქმედებაზე ირანი იმიტომ რომ არასწორა მოიქცა ისრაელი ისიც უჯერებს ამერიკას სადაც ეთქვის ამას დაარტყი იმას ურტყავს რაზღებულობს ამდენს ამერიკიდან არ ვიცი როცა სახელმწიფო რუსეთმა შეუქმნა ისრაელს სტალინმა შეუქმნა ეს ისრაელის სტალინი ებრაელები გადაარჩიეს სტალინმა ფაშისტები ჩვენ როგორ ექცეოდნენ საკონსულშებდნენ ყველა ბიჭო წავდნენ იმაში საკონსულო ბანაკებში ყავდათ იქ გაზის კამერებში რას უშვებოდნენ ასეთი მადლიერი ხალხია დღეს ახლა რუსეთის მიმართ ეს ხალხი და ამ ევროპელებმა ამოიღეს დაავიწყდათ ის ფაშიზმი რა იყო და რა ხდებოდა და ამის მოინდომეს ახლა საქართველოს ევროკავშირის დღეს ევროკავშირის ლიდერები ნახევარზე მეტი ევროკავშირის ლიდერები ნახევარზე მეტი თვითონ იმ ევროპარლამენტში არის უყველა 70% არის იმ ფაშისტების შვილიშვილები რომლებიც თავისოზე ჰიტლერის გვერდში იბრძოდნენ გაიგე და ებრძოდნენ მთლიან ამ იმას რაღაცა მთელ ევროპას და მთელ იმას საბჭოთაშიც ხო მათი შვილიშვილები არიან ეგ მოუტანა ბატონ ანდრესთან მაგ რუსეთმა რო გაანთავისუფლა ევროპა კი ხო გაანთავისუფლა ბატონო გაერთიანდა იქ გერმანია გაერთიანდა ის და იქ უკვე უშვება აღარ არსებობდა ლონდონმა რაც უგარ ნახა იმ პერიოდში ლონდონის უშვებამ ის გააკეთეს რომ ლონდონს ყოველთვის მართვას ცდილობს ვისას და კოლონიები ჰქონდა უამრავი იგივე გააკეთა იქ გააკეთა რომ იმის თანამდებობაზე არ დანიშნავდნენ თუ მისი წინაპარი ეს იყო ხო ასე უშვებაში ეს არის ჩადებული იქ თუ ამკვლელობა ან ნასამართლები რომ არ დაინიშნოს სახელმწიფო სამსახურში ეს ლონდონმა გააკეთა მაშინ ამოიღო ეს იმით და იმიტომ მოექცენ მაგენი ახლა ჩამომავლები ჰიტლერის ჩამომავლები მოვიდნენ და მოექცენ სათავეში ის ფაშისტების ჩამომავლები მოექცენ სათავეში ეს გააკეთა ინგლისმა ხო ინგლისი ყოველთვის მიმართულად გააკეთა ინგლისი ყოველთვის ასეთ იმაში იყო ავანტიურებში ჩართული გაიგე და ხა როგორც ახლა დასავლეთ უკრაინაში ეგ იმას რა ქვია ბანდერას თუ ბანდერებს რო იმაშობიან ბანდერა გამოიყვანეს გვირად რო გამოიყვანეს კაცი რომელიც ატყავებდა ხალხს გაიგე და ხოცავდა სხვათა შორის ახლა არქივები ყველა არქივები არა გახსნილი რუსეთს ჯერ გაიგე რას აკეთებდნენ დასავლეთ უკრაინელები გაიგე უკრაინელები რას აკეთებდნენ იმ ადამიანების წინააღმდეგ რომელი ადამიანების მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირს რას საშინელებს აკეთებდნენ
მეორე მსოფლიო ომის დროს ასაკეთებს. როცა გახსნიან ბოლო გახსნიან ამ არქივებსაც გახსნიან, გაიგე და ნახავთ, ბავშვებს ასუშობდნენ, ქალებს ასუშობდნენ ის უკრაინელები, რომელი უკრაინელებსაც ახლა თქვენ მხარს უჭერთ და სლავა უკრაინაო რომ იძახეთ, გაიგე? და ნახავთ რა საშინელებებს აკეთებდნენ ისინი და როგორ ესე იგი ისინი ატყავებდნენ და წვავდნენ და ჭამდნენ ადამიანებს, გაიგე? ესენი იყვნენ ფაშისტები. ეს ფაშიზმი არის საშინელება, მსოფლიო საშინელება არის და დღეს ამას ებრძვის რუსეთი, გაიგე? თანამედროვე ფაშისტებთვის იყო ბაშვი იმ დროს სტალინი როცა ებრძოდა, გაიგე, ამ ფაშიზმს და თითქმის მიიყვანა დასასრულამდე, მაგრამ დარჩა რაღაც ნარჩენები. ამ ნარჩენებმა მოიკიდეს ფეხი წლების მანძილზე, იყიდეს ფეხი და უკვე დღეს საკმაოდ მოძლიერებული აღმოჩნდა ეს ფაშიზმი. ამას ებრძვის ახლა დღეს რუსეთი და ამასაც მიიყვანს უკვე ბოლომდე და მე იმედი მაქვს, რომ აღარცეთი ფაშისტური იდეოლოგიით მატარებელი, არც პოლიტიკოსი და არც არავინ დარჩება გინა იმ უკრაინაში და იმ ევროპაში, სადაც ახლა რუსეთი შევა და დაიწყებს სამხედრო ოპერაციებს. აღარცეთი, იმიტომ რომ ეს შემდგომ კიდევ თავს იჩენს, გაიგე და ამიტომ ის გავაკეთოთ ახლა რაც ჩვენმა ბაბუებმა ვერ მოასწრა, ვერ გააკეთეს, ხო? ეხლა გავაკეთოთ ჩვენ და მე ვიყვანოთ ბოლომდე და ამოვზირკვოთ ერთხელ და სამუდამოდ ეს ფაშისტური იდეოლოგია და ეს ფაშისტური იდეოლოგიით მიმდევარი ადამიანები ყველა ქვეყნებიდან, იმიტომ რომ ესენი არ არიან სიკეთის მატარებლები და სიკეთის მომტანი. ფაქტის სახეზე გვყავს აგერ. რა საშინელება ხდება დღეს ევროპარლამენტში და როგორ ესე იგი საზიზღარი და არაადამიანური სახეები აქვს ამ ქალებს. ქალებმა, რომლებმაც შვილები უნდა გაზარდონ და ქალებმა, რომლებმაც ოჯახები უნდა შექმნან. ესენი არიან მოწინააღმდეგეები, პირდაპირ ოჯახებისიც, შვილებისიც. ისე არც არავის არ ყავს. არც შვილები ყავთ, კაცო. არ ყავთ, არა. ჯერ იყო და ეს იმათმა შევიკლეს, ხერში ამ ბორელმა და ის რო იყო, კიდო ის გათხოვილი კაცი რო იყო, კაცო რო ჩამოვიდა საქართველოში და კიდო რა შარმიშელმა და ამ ლიბერასტებმა შევიკლეს ხერში მაშინ და ყოველთვის აი ესე იმაზე სამიზნეზე უჯეკით და სულ საქართველოს და ბუქარები და რა ვიცი, ამას გიზამთ, იმას გიზამთ და ახლა შეიკრიბა ეს მართლაც აი ეს ზუკნების ისა რა, რომ იტყვი. ხო, დაჯგუფება, ქალთა ზუკნების დაჯგუფება შეიკრიბა ეს კაია კალასისა და იმის ურსულას თამადობით და კიდევ იქ ისინი არიან კიდევ იქ ისინი, ხო? ასე არატრადიციული ცხოვრებით მაცხოვრებელი ქალები, გაიგე და პირდაპირ გადმოვიდნენ იერიშზე, კაცო და გვემუქრებიან უკვე. ას მემუქრებით ვინ ახლა თქვენ კაცო? თქვენი ცხოვრების ის ვერ გაგიგიათ, რა ქვია, როგორ უნდა ეცხოვროთ და რა წესით უნდა ეცხოვროთ და მე მასწავლი იმას, რა ქვია, ვეფხვის ტყაოსის ქვეყანას მასწავლი და თამარ მეფის ქვეყანას და დავით აღმაშენებლის ქვეყანას მასწავლი, მე როგორ უნდა ვიცხოვრო? სად იყავით თქვენ საერთოდ და არსებობდა ევროპა რომ საქართველოში კულტურა რომ იყო და საქართველოში თუ ბოლო თამარ მეფე რომ ყავდა და ვეფხვის ტყაოსანი რომ დაიწერა, არსებობდა საერთოდ ევროპა, იყავით კაცი ჭამიები და ერთმანეთს ასუშვებოდით. კაცო და ერთმანეთს როგორ იმაშობოდით, ექცეოდით. ეს რა კულტურა ხონდათ? სად ხონდათ კულტურა, დამწერლობა და რამე საერთოდ გაგაჩნდა და მე სხვადასხვა ქვეყნებიდან მოიპარეთ რაღაცა შეაკოწიწეთ თქვენი ისტორია. ჩვენ გვეუბნებით ადამიანებს და ჩვენ გვეუბნებით ქვეყანა, რომელიც არის ღმერთის ქვეყანა. ღმერთის ქვეყანა არის. ესმით რაშია, წმინდა მარიამის წილხვედრი ქვეყანა არის. ტყვილა კი არა ღვთა, წმინდა მარიამს წილხვედრად ეს ქვეყანა რომ ის ქრისტიანობა ეკურთხებია. იმიტომ ღმერთის ქვეყანა და ღმერთმა გამოუშვა აქ. აი თქვენ აიმიტომ ხართ ესე იტანჯებით, გესმით რაშია საქმე. იმიტომ რომ ღმერთის თქვენ არ აღწამთ, გაიგე? რაშია საქმე. ოჯახების თქვენ არ აღწამთ. შვილი თქვენ არ გიყვართ, ქმარი თქვენ არ გიყვართ, სამშობლო თქვენ არ გიყვართ, უსამშობლოები ხართ, გაიგე? და იტანჯებით და ტანჯვაში ატარებთ და წამებაში ატარებთ აი თქვენ როგორც პირად ცხოვრებას, ისე პოლიტიკურ ცხოვრებას, ხო? ხომ ხედავთ, კაცო, ნახეთ რა დღეში ხართ. წადით ეკლესიებში შედით და მოინანიეთ იცოდები, რასაც თქვენ აკეთებთ და რასაც თქვენ ჩადიხართ, მაგრამ მთელი ცხოვრება ახლა უნდა აი თუ გინდათ თქვენ ახლა მართლა რაღაცა გააკეთოთ, აი ახლა უნდა ჩაეხსეთ ამ ბინძურ საქმეებს და შეხვიდოთ ტაძარში და ისხოვროთ ეკლესიურ ცხოვრებით, რომ იქნება რაღაცა გეშველოთ, მაგრამ მე არ ვიცი, არ ამგონია რომ თქვენ ამ ცხოვრებას ხელი მოგიდოთ და ამ ცხოვრებით იცხოვროთ, იმიტომ რომ თქვენი ცხოვრება არის რომ დაიწყოთ ჯოჯოხეთით დამთავრდება, ჯოჯოხეთურად დამთავრდება თქვენი ცხოვრება და ვერასდროს თქვენ ვეიხსნოთ იმ სიამოვნებას და იმ სიმშვიდეს და იმ სიყვარულს, რასაც ქვია ეკლესიური და ადამიანური ცხოვრება. ეს ამას ვერ იგრძნოთ. ღმერთთან უნდა იყოთ. ღმერთს რომ ზურგი შეახციეთ, იმიტომ ხართ დღეს თქვენ ევროპა ასეთ მდგომარეობაში, გაიგე და თქვენი კულტურა აღარ გაღაშიათ უკვე ის რაც გქონდათ, რაც რაღაცეები შეაკოწიწეთ, ისიც კი დაკარგეთ უკვე, გაიგეთ რაშია საქმე.
ის კი დაგარგეთ. ხო ხედავ, გადაგიარეს მიგრანტებმა და რა დღეში შეგაგდეს საკეთ და რა დღეში ხართ საერთოდ თქვია არ თქვენ და რა მდგომარეობა გაქვთ. კაიგე, აბა აგერ მასშტაბურ იმას გეი აღლუმებს ატარებთ და საფრანგეთმა ისიც კი გააკეთა რომ ოლიმპიადას გეი ისმის, რა ქვია, ფორმა და გეი იმგეს გაახსნებინა ოლიმპიადა, კაიგე და შეასრულა. ბატონო დავით, მე ხა მინდა გითხრათ თქვენცი, აი აღამც ამ შევეხეთ ამ რაღაც უკუმარტო ცხოვრებას, ხო? და ამ უკუმარტო ცხოვრებით მაცხოვრებელი ადამიანებს, ხო? ისინი ვერ გამოჯამთელდებიან, არ გამოჯამთელდებიან, მაგერი ეყარენ და იყვნენ და არც არავინ ეხებოდა, მაგრამ ბიჭო ახლა გამოვიდნენ და გამოყვეს თავი და იპიდაპირ ამბობენ რომ თქვენ თუ ჩვენაერები უნდა ვიყეთო, კაიგე? და ჩვენაერი ცხოვრებით უნდა იცხოვროთ, კაიგე და ჩვენი ტრადიციებით უნდა იცხოვროთ. თქვენი ტრადიციები თქვენ გქონდეთ, კაიგე და თქვენ ერთმანეთთან იყავით ისე როგორც ახართ, კაიგე ჩვენ არ გვჭირდებით და თავი დაგვანებთ. ეხლა ნახეთ რა გააკეთეს ბიჭო. ეს უნგრეთის პრემიერი ორბანი ხო პირდაპირ ხმალამოღებულიებისთვის ამ უკუმა დაბადებულ ადამიანებს და ამ LGBT ლიბერალურ ჩაატარებია. არა, როგორ გააკეთეს ეხლა ახლა რა მოხდა იქ იმაში? თვითონ გამოვიდნენ ისინი ქუჩაში. ხო არა, ვიცი კანონით ამ კაცმა აკრძალა, გაიგე, მაგრამ ამგენმა რა გააკეთეს ამ ევროპარლამენტარებმა და ევროკავშირის ამ ლიდერებმა, კაია კალასმა და მუსულმანებმა, გაიგე, ევროპის ქვეყნებში ევროპის ქვეყნებში თუ სამე პიდარასტი იყო, გაიგე, ყველას მობილიზება გააკეთეს და ბუდაპეშტში დააყენეს ბიჭო 100,000 აი ესე რა გაუკეთეს? ორბანს გაუკეთეს, გაიგე? ორბანს გაუკეთეს. ეხლა რატო მომყავს ეს მაგალითად, მე? საქართველოშიც არის ზეწოლები, გაიგე, რაშია საქმე. კიდე თუ არა ხელისუფლება უნდა ჩაატაროს ეს გეი აღლუმი, გაიგე? და ხელისუფლებამ გააკეთა ისო და კარგი გააკეთა, რომ კანონი მიიღო ამ LGBT პროპაგანდასთან დაკავშირებით, იგივე კანონი რაც ორბანს აქვს, ხო? ხო და ხომ არ არის იმის საფრთხეები, რომ ასეთი რაღაც დივერსიული და ასეთი ავანტურისტული მოქმედებებით მათმა დაიწყონ მაგათი სუდისპოდის მაშინ 17 მაისს მოდის გონია ხო მაგათი დღე მით უმეტეს 17 მაისს ოჯახური სიტყვის დღე არის პატრიარქმა ეს დღე დააკვირდა ოჯახურ სიტყვის დღეს და მათმა დაამკვიდრეს თავიანთი აღლუმა ხომ არ არის იმის საფრთხე საქართველოში რაც ეხლა მათმა გააკეთეს უნგრეთს გაუკეთეს და მთელი ეს ლიბერალისტების მობილიზება გააკეთეს და ჩაატარეს მასშტაბური აღლუმი 100,000 კაცი შეკრიბეს 100,000 კაცი ხო ხომ არა ვარ ჩვენ ამ საფრთხის წინაშე ამ ევროკავშირის მხრიდან სანოვამდე მაგის წინაშე დავდგებით ჩვენ მომავალ 17 მაისამდე მანოვამდე გვაქვს არჩევნები წინეს არჩევნები ყველა ვარიანტში მოგებული ვარ ამაში დარწმუნებული ვარ გაძლიერდება უნდა გაძლიერდეს ხელისუფლება ხალხის ნებით ისე იმიტომ რომ ხალხი მანდატს უაძლევს ხელისუფლება უნდა იყოს თავისუფალ მოქმედებაზე გადასული უკვე იმიტომ რომ ამ ქვეყნის ჯიჯუნა ასე არ შეიძლება როგორც ევროპა გვიბირებს რომ მე რა გეტყვი ისე უნდა აკეთო მოინდომებენ მომავლისთვის მაგის გაკეთებას მაგრამ მე მგონი ქვეყანა უკვე გაძლიერებული იქნება ამ კიდე ბევრ რამეს წვეთს რუსეთ-უკრაინის ომი და ევროპის და რუსეთის ომი ბევრ რამეს გადაწყვეტს და გაიაცნებული იქნება ამ ზამთარში სიცივით თუ არ გაიყინენ ევროპელები ამერიკა ვერ გამოგზავნეს ვერც ნავთობს და ვერც გაზს იქედან თუ არ გაიყინენ სიცივით გინდა არ გინდა რუსული მაზი არის ჩამოგიდებული ნავთობზე და გაზზე დიდად მაგის ის არ იქნება მაგრამ აქ ვინც არის ჩვენთან ეს ხალხი რას ფიქრობს ხო აქ თავის ორიენტაცია ვინმე ხელს უარგავს დაარსდნენ თავისთვის და იყვნენ იმ სორუებში, იმ კუთხეებში, არ გამოვიდნენ და იმას გამოდიან ტელევიზიით და ძახენ თქვენ ჩვენაერები უნდა იყოთ. თავის საქმეს მიხედა. ვერ მეესწრებენ. არ შეეხება არანაირ სახელმწიფოს ერთი კანონი მიღებულია. მეორესაც მიიღებს და მაგენ როგორც ავატყოფები. სწავლიან ალბათ ავატყოფოებში. ნარკომანიას მიმართებაში ხო ხედავ ახლა რა ამბავი არის საქართველოში. ბედავს უკვე ვინმე, ბედავს და მობილიზებულია თელი ძალოვანი სტრუქტურა აღვანაზე მომხმარებელზე და გამყიდველზე და სულ ასეც უნდა იყოს. ასე იქნება მაგათ შემთხვევაში და მე ამაში დარწმუნებული ვარ, მჯერა ხელისუფლების ნაღდა მჯერა და როგორც ერთ-ერთი მოქალაქე დავუდგები გვერდში და ჩემნაირები და თქვენნაირები ადვონდრის ამ ქვეყანაში ბევრია და იმედი გვაქვს ხელისუფლების რომ არ დაუშვებს. შეიძლება გქონდეთ ილუზია მაგას რომ აი მომავალში ჩვენ ამას გავაკეთებ და მოგვეხმარება
ევროპა და ამერიკა რასაც კარგახობს ამერიკა იმას აკეთებენ ის უბედურები ევროპას უკვე თავის ტვინი აღარ ამერიკის ტვინზე და იმ დისკეიტის ტვინზე მუშაობენ ეხლა დაგვეხმარება ვინ დაგვეხმარება ბიჭო რას დაგვეხმარება კაცო ვინ უნდა დაგვეხმაროს სად დაგვეხმარება როდის დაგვეხმარება ეხლა ამ ხალხსაც მინდა უთხრა რა საქართველოს მოსახლეობას უნდა უთხრა და უნდა იცოდნენ არასდროს ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირი ჩვენ საქართველოს მოსახლეობას არ დაგვეხმარებია არაფერში აბსოლუტურად აგენტებს კი ბატონო თუ რამე თანხები მოდიოდა ხო რომლებსაც ისინი გვაკვედრიან ხო ეს იყო ყველაფერი გათვალისწინებული მათი აგენტების მიმართ იკვებებოდნენ მათი აგენტები თავდაცვის სამინისტროს რო გვაყვედრის ხო თავდაცვის სამინისტროში ის და მათი ოფიცრები სპეციალისტები რომლებსაც ხელფასხებულობდნენ სწორედ იმ თანხებით გაიგე და მუშაობდნენ რუსეთის წინააღმდეგ ხო ეს იყო ეს აგენტი ეხლაც კიდევ რომ არის აგე ნატოს სასწავლო ცენტრი რომ არის გახსნილი ამბოლანტი როგორ შეიძლება ნატოს რა თმინდა მე ნატოს სასწავლო ცენტრი აგენტი გამაგებიეთ რა შემჭირდება რა მზადება ეგ ვის ამზადებენ რას ამზადებენ ხო ეს ხო გასაგები არის უკვე ყველაფერი და წვდომაც არა აქვს ჩვენ ქართულ სპეცსამსახურებს და ვერ აკონტროლებენ იქ რა ხდება და როგორ ხდება ხო ეს უნდა ამაში ხმარდებოდა ეს ფულები და ამაში ხმარდებოდა ეს ფული და არა საქართველოს მოსახლეობას ხო საქმის გაფუჭებაში ხმარდებოდა ეს ფულები რომელსაც საქმეს აფუჭებდა ლომჯარია გიგაური ეს ისა რა ქვია ხოშტარია ბაბუცა პატარაია და კიდევ ჩამოგითვალოთ რამდენი აგენტი არის ქვეყანაში რომელი აგენტის დღეს პირდაპირ ხელფეხკახსილი მუშაობს და აკეთებს საქართველოს წინააღმდეგ საქმიანობას პირდაპირ ჩამოგითვალოთ ის კაცარავა რომელიც ჩადის იქ იმაში რა ქვია აგერ ცხინვალის რეგიონში და იქ აღვივებს სიტუაციას და აღვივებს კონფლიქტს რომ კვლავ დაზაბოს სიტუაცია ამაში უხდიან მაგაცარავას ფულს კესპიტაშია საქმე ამაში უხდიან ფულს რომ როგორმე მოხდეს ურთიერთ შეხლა შემოხლა და ამ შეხლა შემოხლის საფუძველზე კვლავ გაღვივდეს კონფლიქტი და დაიწყოთ საბრძოლო მოქმედებები აი ამაში ხარჯავს ევროკავშირი ფულს ამაში ხარჯავს ამერიკის შეერთებული შტატები ფულს და არა სოფლის მეურნეობის განვითარებაში და არა ეკონომიკის განვითარებაში რომელი ფაბრიკა ქარხნები აგვიშენეთ დამედევით ხელი და რომელი ფაბრიკა ქარხნები აგვიშენეს ეთი მაგენა ხალხო გითხართ ერთი გაიგეთ რომელი ფაბრიკა ქარხნები ხომ შეიძლება გარკვეული პროპაგანდაში ხარჯავენ მაგენი ფულს გაიგეთ აშია საქმე აი ამაში ყველაფერში და ჩვენ კიდევ ვიქით ვიხედებით არა ჩვენ არ ვიხედებით იქით და არც საღადმოაზროვნე ადამიანები მაგრამ აი თქვენ აი ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელო ადამიანები იქნებით თუ პოლიტიკოსები იქნებით თუ ვიღაცები იქნებით კიდევ იცოდეთ ძალიან მალე მოვა დრო და თქვენ ვეღარ იბოგინებთ ამ ქვეყანაში და დაგესმევათ წერტილი და ეს დავიწყეთ ეს პროცესები უკვე დავიწყეთ საქართველოს მოსახლეობამ დავიწყეთ ეს პროცესები იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა დაინახა უკვე რა უკუმაგზით არ უნიათ ესენი ამ წლების მანძილზე და ეხლა უკვე ქართველი ხალხი აღარ გადადგავს და აღარ წამოყვება თქვენ და აღარ დაგიჭერთ ხარს იმასთან დაკავშირებით რომ თქვენი ბინძური იდეოლოგია განახორციელოთ ამ ქვეყანაზე და ქვეყანა მიიყვანოთ ღურსგურთ და ჩვენი დღევანდელი მიზანი არის ის რომ ჩვენ როგორმე დავალაგოთ ის აღვადგინოთ ის ჩატეხილი ხიდი, რომელიც ჩატეხილი ხიდიც არსებობს დღეს. ყველა მეზობელთან, მარტო რუსებთან. ჩვენ მეზობლებთან, კაცო, მარტო რუსებთან არ ვიძახეთ, ჩვენ კაცო. იქ აფხაზებთან, ოსებთან, თუნდაც იმ სომხებთან, აზერბაიჯანელებთან, რომლის ხელმძღვანელების დღეს ინიციატივით გამოდიან, რომ ისევ გააღვიონ სიტუაცია და დაძაბონ სიტუაცია, გაიგე? ამას ყველაფერს ჩვენ კარგად ხედავთ უკვე და ამიტომ ჩვენ სხვანაირად მიუდგებით ამას და ჩვენ აღარ ავიღებთ იარაღს ხელში და აღარ გადავდგებთ იმ უგნურ ნაბიჯს, რომელი უგნური ნაბიჯი საფუძველზეც ჩვენ ამ ქვეყანას დავანგრევთ. ჩვენ ვიცით ეს რა არის, სამხედროებმა ვიცით ეს რა არის. ჩვენ კარგი გამოცდილება გვაქვს ჩვენ ამ საკითხებში და თუ ვინმე წინააღმდეგი გამოვა დღეს, ჩვენ გამოვართ წინააღმდეგი, სამხედროები გამოვართ წინააღმდეგი, რომ თქვენ აგენტურავ არ დაუშვათ ის ის საფუძველზეც კიდე საქართველოში დაყაროთ სისხლი, ხო? ამას არ გაგაკეთებინებთ, იცოდეთ თქვენ. და თუ დააპირებთ ამის გაკეთებას, კიდევ აქედან ვერ გაგვასწრებთ, იცოდეთ, ვერცეთ შემთხვევაში. ჩვენ აღარ შევეკითხებით, აღარც ხელისუფლებას, აღარც კანონს, არავის, ჩვენ თვითონ გამოგიტანთ განაჩენს და ჩვენ თვითონ მოგხედავთ. ამიტომ მე მინდა ხელისუფლებას მოუწოდო ბატონო დავით, რომ ხელისუფლებამ იცოდეს და ხელისუფლება იყოს დარწმუნებული იმაში, რასაც ჩვენ საუბრობთ ახლა, ხო და რასაც ჩვენ ვამბობთ, თუ კი ამ საკითხებში თქვენ დაიწყებთ აქტიურად მოქმედებას და თქვენ ჩვენთან ერთად წინახაზე გამოყვალთ და იბრძოლებთ ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ და თქვენ გადადგამთ იმ კეთილშობილ ნაბიჯს, რომ
რუსებთან, აფხაზებთან და ოსებთან დავიწყოთ ურთიერთობის დალაგება, ჩათვალეთ რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დაგიჭერთ ამაში მხარს და თქვენ გვერდით იქნება და თქვენ ვერავინ ვერ მოგერევათ და ვერავინ ვერაფერს ვერ გიზამთ. იმიტომ რომ ეს არის ისტორიული ნაბიჯი და ეს არის ისტორიული საქმე, რომელიც საფუძველზე ჩვენ საქართველოს გავაერთიანებთ და ქართველ ხალხს ყოველთვის ექნება იმის საშუალება, რომ ისევ თავისი ძველი მეგობრები და ძველი სიყვარული აღადგინონ აფხაზებთან, ოსებთან და რუსებთან. გაიგე და იცხოვრონ მეგობრულად. მე ევროპიდან ჯერ არაფერი აბსოლუტურად კარგი და მნიშვნელოვანი არ მინახავს. არაფერი აბსოლუტურად. გარდა იმისა, რომ უკუმა ცხოვრებას ვტენიან. რა თქმა უნდა. რუსეთთან ურთიერთობა ნიშნავს სოფლის მეურნეობის აღორძინებას. ამაში ვარ დარწმუნებული. სოფლის მეურნეობის აღორძინების გარეშე საქართველოს ხედავთ თქვენ არაფერი არ ეშველა, არც ერთი ქარხანა, არც ერთი ფაბრიკა ევროპას და მით უმეტეს ამერიკას ჩვენთვის არ აუშენებია, არც აგვიშენებს, არც თქვენ მაგათი იმედი. წართმევალი და ზანგლეჯვაზი არიან სულ, თუ არა ტრამპს ალბათ მოусმინეთ ზელენსკის როგორ აახიეს 35 თუ 3 მილიარდ გარკვეული რაოდენობის მილიარდზე იყო ლაბარაკი. კი ბატონო. ხო, ეს განმომეცი მე ხო წაიღო ეს ტრამპა ხო წაიღო ეს თავისი. წაიღო, მაგრამ ხო რუსეთს აქვს დაგავებული ის ტერიტორია და რა ფიქრობ? არა, მაგასა. იმიტოა გაბრაზებული რუსეთზე ტრამპია. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ? ეხლა რუსეთი იმ პოზიციაზე არისო, რასაც ეხლა ამერიკის შეერთებული შტატები თავაზობს, რომ უკან და ტერიტორიები და რას ამბობ, ბიჭო? იქ სულ დაიღვარა, ბიჭო. ჯერეთი ის ძველი ტერიტორია რუსების, კაცო. ის ლენინის დროს მოხდა იმ ტერიტორიების გადაცემა, გაიგე? კურსკის იმას რაზე მიცემს ტრამპს პუტინი თვითონ ვერ გამოიყენებს იმ ტერიტორიაზეა საბადო და ალბაზია ახლა აღრელი ეს მომცაო იმამ ზელენსკის ვინ კითხავს უკრაინის ქონებას მას ხალხს ეკითხა იქ რაზეა საუბარი იქ უკრაინის თავისუფლებაზე კი არა საუბარი უკრაინის ტერიტორიაზე თლიანობის კი არა საუბარი იქ არის წეწვა გლეჯა იმაზე ვინ უფრო მეტი იმას ჩაიგდებს ხელში ეს ამერიკელები თუ უკრაინელები გაი ზელენსკი ებრაელები თუ უკრაინელები გაი ისა რა ქვია იმას ამერიკელები გაი თუ ევროპელები გაიგე თუ უკრაინელი ხალხი მათ ფეხებზე კედიან უკრაინელი ხალხის ბედი მაგას არ აინტერესებს გაიგე იქ არის საბადოები უზად და მეტი არაფერი ბატონო დავით ჩვენი დრო ამოიწურა საკმაოდ ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებზე ვისაუბრეთ. თვითფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ყოველთვის მოგაწვით სწორ ინფორმაციებს, სწორ ანალიზს. ჩვენ გვეყოლება ყოველთვის ჩვენ სტუდიაში ისეთი სტუმრები, რომელიც სტუმრები სწორად გააკეთებენ, გათვლებს და სწორ ანალიზს მოგაწვიან თქვენ. კი ბატონო, ნებისმიერ შეუძლია მობზადდეს ჩვენ სტუდიაში, ვისაც სურვილი გაუჩნდება, დათავარ მე ყველას დავხვდი აქ და უმასპინძლო როგორც წესია ესე, ოღონდ ისაუბრონ და საზოგადოებას მიაწოდოთ საღი აზრი და სწორად შეაფასონ შექმნილი მდგომარეობა როგორც ქვეყანაში, ისე ქვეყნის ფარგლებ გარეთ. და არა ეს რაღაც შეფუთულები და ისინი არიან, აგერ სექტანტურ ტელევიზიებში და იქ რომიდიან ეს კიკინებიანი და საყურეებიანი ვიღაც რესპონდენტები და თითქოს და უკვე ისინი არიან, რა ქვია, ეს მაგათვეთი თურმე არ არიან ყოფილი ამ ქვეყანაზე, გაიგე. ვერაზროს თქვენ ამ ქვეყანაზე ვერ გაბატონდებით. ქვეყანა არის წმინდა მარიამის წილხვედრი ქვეყანა, ჩვენი ქვეყანა არის ღმერთის ქვეყანა, ჩვენ ვართ ღმერთის შვილები სუყელანი და ჩვენ ვიქნებით ყოველთვის ასე ხმალ ამოღებული და დავიცავთ ჩვენ სინდის, ნამუს და ტრადიციებს და თქვენი ფარფაში დასრულდება, იმიტომ რომ თქვენ არ ვარ ხართ საერთოდ არც საზოგადოებისთვის, თქვენ ისე ცხოვრების ხოვრობთ და არც ქვეყნისთვის და თქვენ ვერც ეკლესიაში ვერ შევხვართ, იმიტომ რომ თქვენი გამოსწორება არ იქნება და თქვენი ადგილები ჯოჯოხეთი და წახვართ იქ. კარგად ვანდებოდეთ თვითფასო ტელემაყურებლებო, მადლობთ რომ გვიყურებთ, მომავალ შეხვედრამდე. კარგად ვანდებოდეთ, ნახვამდის.